დილამშვიდობის. მადლობა მოწვევისთვის. ეს ძალიან აქტუალური თემაა. მე რა სწავლა დაიწყო. ეს თემა ყოველთვის აქტუალური იქნება. დიზაინი, ფორმა, ეხლა ბავშვს რაც უხარია და რაც მოწონს, რა თქმა უნდა, ის უნდა შეუძინოს მშობელმა, ხო, ეს აქ ორი აზრი არ არის. მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამ. ძალიან მძიმეა ხალხო წიგნები, ძალიან. ის მაინც გავაკეთოთ, რომ თვითონ ჩანთა იყოს მსუბუქი. ჩანთის სიმძიმეს, კიდე ამ წიგნების სიმძიმეს ნუ დაუმატებთ. შემდეგ გავითვალისწინოთ მეორე საკითხი. ზურგს რაც ეყრდნობა, ხო? ჩანთის უკანა კიდე იყოს შედარებით მყარი და ბეჭის სამაგრი არ იყოს ვიწრო, იყოს ოდნავ განიერი. ეს აძლევს საშუალებას წნევა სიმეტრიულად გადანაწილდეს. რა თქმა უნდა. ეხლა 20 წელია ვსაუბრობ, რომ მძიმეა ეს ჩანთები და ნუ ამ ბავშვებისთვის, კაცო 6-7 წლის ბავშვს აკიდო 6-7 კილო ხერხემალზე, ეს არაფრით არ შეიძლება. ეს არის ნონსენსი. ასაკის მიხედვით. სადღაც სავარაუდო წონა აქ არის 2.5-3. მეტი არ შეიძლება. მაგრამ გამოსავალი მშობლების რა არის და ეს არის უკვე წლების განმავლობაში ვინაიდან ვერაფერს ვერ შევცვლით სკოლამდე მიუტანს იმ ჩანთას ეხლა ის 2 წუთი გადაიკიდებს სიმეტრიულად კი ბატონო მივა იმ კლასამდე და ისევ უკან ძირითადად ატარებს მშობელი და კი ბატონო მშობლებო ეს მძიმე ჩანთები სანამ ბავშვი ცოტა არ წამოიზრდება კუნთოვან-მყესოვანი აპარატი ძლიერი არ იქნება ატარეთ თქვენ ამეთი უნდა მიეხმაროთ უბრალოდ დიზაინზე რაც გითხარით ეს მაინც გაითვალისწინეთ რა საკიდე სამაგრი იყოს ბრტყელი და ძლიერი და შიდა კიდე აი შიდა მხარე ხერხემალს რაც ეყრდნობა იყოს შედარებით მყარი და კიდევ მანერა ტარების მანერასაც აქვს მნიშვნელობა ხო უნდა ეყრდნობოდეს აი წარმოიდგინეთ ბეჭდაშვა სივრციდან წელამდე თუ ქვევით არის უფრო ჩანთა იწყება ჰიპერლორდოზი უკან კანდება ბავშვი ხო თუ ზევით არის ზომის უნდა იყოს სიმაღლის ხო ჩანთა ასე სიმაღლეს არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა მიყრდნობა უნდა იყოს თქვენ სამაგრებით შეგიძლიათ ეს არეგულიროთ ძალიან იოლა და თუ ზევით არის უფრო მოდის კიფოზე მანერას უცვლის აბარა მოდაკვირვები ხართ არა თქვენს მე მინახავს ძალიან ესეთი კომფორტული ჩანთები ბორბლები აქვს და შეგიძლიათ უნდა მეთქვა თუ მშობელს ვერ მიყავს ალბათ ეს ერთგვარი გამოსავალი ერთი რამე კი ბატონო წონა ბევრად მეტი ექნება არა იმ ჩანთას ნახეთ შეიძლება წონა ესე მთლიანად ხერხემალზე არ აწვდება მაგრამ როგორ მიაქვს მუცალი არა ამას ჯობია ისევ ზურგ ჩანთა ბორბლებიან ჩანთას ნუ წარმოიდგინეთ როგორ მიაქვს და ეს თუ სულ მუდმივ რეჟიმშია რა თქმა უნდა ტამდეგობის დარღვევის არასკოლიოზის ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა ხალხო ტამდეგობის დარღვევის ესე იგი კუნთოვან-მყესოვანი სისტემის ასიმეტრიის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს როგორ შეიძლება არჩევენ და თითქოს გონია რომ ბორბლებზე ჩანთა